მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხს Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზ მერწყულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ნახოთ თვის ფონური ენერგია. კვერთხების რვიანი, ოქტომბერი თქვენთვის აქტიური, მოვლენებით, ინფორმაციით და საქმეებით დატვირთული თვე იქნება და ეს პერიოდი თქვენგანაც მოითხოვს აქტიურობას. გექნებათ მეტი ენერგია, იქნებით მეტად თავისუფლები მოქმედებისას და გამოავლენთ მეტ სილაღეს. შესაძლებელია გქონდეთ შეგრძნება, რომ თითქოს დრო აჩქარდა, მოვლენების სწრაფად ვითარდება, საქმეების სწრაფად განიცდის პროგრესს და თქვენგან ითხოვს მეტ ყურადღებას, მეტ ჩართულობას. ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი შრომის უნარიანობა და შედარებით ნაკლები ძალისხმევით შეძლებთ სასურველი შედეგების მიღებას. შესაძლებელია მოგიწიოთ მოგზაურობა, თან საკმაოდ მოულოდნელად და დაუგეგმავად. ზოგადად ამ პერიოდში მნიშვნელოვანია განეწყოთ, რომ საჭიროა სწრაფი მოქმედება და სწრაფად რეაგირება სიახლეებზე, შემოთავაზებებზე და გამოწვევებზე. შესაძლებელია მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც, საკმაოდ სწრაფად. ამ პერიოდში ეცადეთ იმოქმედოთ თავდაჯერებულად და კონცენტრირდით წარმატებაზე. მეტად გამოჩნდით სოციუმში, მეტად ეკონტაქტებთ გარშემო მყოფებს და ზოგადად ადამიანებს. თქვენი წინსვლა, წარმატებები და მიღწევები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, რამდენად გამოავლენთ საკუთარ რესურსს გარემოში და რამდენად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობები და ანახოთ სხვებს. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იქნება ზომიერების შენარჩუნება, არ გადახვიდეთ მეორე უკიდურესობაში და თქვენი აქტიურობა არ გადაზარდოთ გარკვეულ შეპყრობილობაში, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი, წარმოუდგენლად პოზიტიური ენერგია ამ პოზიციისთვის. ოქტომბრის განმავლობაში თქვენ ვარსკვლავად იგრძნობთ თავს, ან Z, მოკლედ ციურ სხეულად, რომელიც უხვად იმსახურებს საყვარელი ადამიანისგან ყურადღებას, სიყვარულს, აღფრთოვანებას და ზრუნვას. თქვენც მოგინდებათ მეტად იზრუნოთ პარტნიორზე და ზოგადად ოჯახის წევრებზე. ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენს პირად ცხოვრებასთან, პარტნიორთან ან ოჯახთან დაკავშირებულ დიდი ხნის ოცნება შეესხას ფრთები, ან მინიმუმ სერიოზული ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით. მათთვის, ვინც პარტნიორის გარეშე ხვდება ოქტომბერს, ამ პერიოდში შესაძლებელია თქვენი ოცნების ადამიანი გამოჩნდეს ჰორიზონტზე და ამ ფაქტმა სასიამოვნო ემოციები დაგავსოთ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი, ან ისეთი ახალი ამბავი გაიგოთ, რაც თქვენს პოზიტიურ სამომავლო პერსპექტივებთან იქნება დაკავშირებული და ძალიან გაგახარებთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-4 მაღალი არკანი იმპერატორი, ძალიან ძლიერი ენერგიის ბარათია. ოქტომბრის განმავლობაში შეძლებთ თქვენი პირადი ცხოვრების ბევრი ასპექტი დაალაგოთ და შექმნათ თქვენთვის სასურველი წესრიგი. მოიწყოთ ერთგვარი კომფორტის ზონა, თუ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლებელია ეს ბარათი დაქორწინებაზეც მიუთითებდეს, თქვენი ურთიერთობის გაოფიციალურებაზე. ასევე შესაძლებელია გადაწყვეტილება მიიღოთ ერთად საცხოვრებლად გადასვლასთან, ან უკვე არსებული საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებით და დაიწყოთ ამ საკითხზე ზრუნვა. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია მოგიწიოთ გარკვეული იურიდიული დოკუმენტების ან სხვა საბუთების მოწესრიგება, ძველი საბუთების აღდგენა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ყველაფერი გამოგივათ, იქნებით თავდაჯერებულები და საკმაოდ პრინციპულები თქვენს გადაწყვეტილებებში. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს,
ხმლების ტულზი. ოქტომბერში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, იგრძნობთ, რომ მზად ხართ გადადგათ ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, დაფიქრდებით, როგორი პარტნიორი გჭირდებათ გვერდით და რა ტიპის ურთიერთობა იქნება თქვენთვის ყველაზე მისაღები და გადახვალთ ძიების აქტიურ ეტაპზე. ან თუ უკვე არსებობს თქვენი ყურადღების ველში ერთი ან რამდენიმე კანდიდატურა, შეძლებთ ჩამოყალიბდეთ საკუთარ მოსაზრებებში და მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. არკანების ასეთი კომბინაცია მეტყველებს, რომ ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწორად განსაჯოთ თქვენი ურთიერთობის მომავალი და სწორი დასკვნებიც გამოიტანოთ. წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო. კვერთხების 10-იანი, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ვალდებულება გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, ან ოქტომბერში დაიდვირთებით საქმეებით და ემოციურად არ იქნება ადვილი თავი გაართვათ ყველაფერს, თუმცა თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა არ მოგცემთ საშუალებას მოდუნდეთ და მოგიწევთ ამ ვალდებულებების შესრულება. დასამშვიდებლად გეტყვით, რომ თქვენ შეძლებთ ამ პერიოდში გარკვეულ ლოგიკურ შედეგებამდე მიიყვანოთ ყველა საქმე და მომდევნო პერიოდში ამოსუნთქვის საშუალებაც მოგეცემათ, ასე რომ შეიქმნით სამუშაო განწყობა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების 10-იანი, ძლიერი ემოციების ბარათია, ფიქრობ საქმიან სფეროში მიუხედავად დატვირთულობისა, რომელსაც პერიოდულად შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნებაც მოყვეს, მაინც ოქტომბერს წარმატებულად გაივლით, სამსახურში გექნებათ გუნდურობის და ამ გუნდში თქვენი მნიშვნელოვანების განცდა, მიიღებთ ხელშესახებ შედეგებს, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდით და ძალისხმევას არიშურებდით, რომ პოზიტიური შედეგებისთვის მიგეღწიათ. ამ პერიოდში თვითონ სამუშაო პროცესი განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ და გამორიცხული არ არის ბევრი მიზეზიც გქონდეთ სიხარულისთვის. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი, გაქვთ კარგი შანსი დასაქმების და თვითრეალიზებისთვის, მთავარია იაქტიუროთ და აქტიურად ეძებოთ სამსახური, გამოავლინოთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და უნარები, არ არის გამორიცხული, რომ აქეთ მიიღოთ სასურველი შემოთავაზება, ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ ისეთი უნარები, რომელიც დაგეხმარებათ დამსაქმებლისთვის სასურველი კანდიდატი გახდეთ და სამუშაოდაც აგიყვანოთ. ამასთან გირჩევთ გაბედულად შეერჩიოთ ვაკანსია, თქვენ ადვილად აუღებთ ალხოს ნებისმიერ სირთულის ახალ სამსახურს, ორიენტირდით განვითარებაზე და ახალი ცოდნის შეძენაზე, არ შეუშინდეთ გამოწვევებს, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ შემოთავაზებებს, იყავით ორგანიზებული, მოწესრიგებული და აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს. ამ ბარათის ენერგია დიდ შესაძლებლობებს გპირდებათ საქმიან სფეროში, ამიტომ მობილიზდით, უნდომეთ და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობები ხელიდან. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების 10-იანი, თქვენთვის ოქტომბერის სუპერ წარმატებული თვე იქნება. არკანების ასეთი კომბინაცია ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შეძლებთ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას, წარმატებით დადებთ საჭირო კონტრაქტებს, გაიზრდება თქვენი შემოსავლები და შესაძლებელია მოულოდნელად დიდი თანხაც მიიღოთ მოგების ან საჭირო ინვესტიციის სახით, იგრძნობთ მხარდაჭერას, გაიზრდება ინტერესი თქვენი პროდუქტის ან სერვისის მიმართ, გაჩნია რომელ სფეროში მოღვაწეობთ და მოიმატებს მომხმარებელთა რაოდენობა. შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი პოპულარობაც და იგრძნოთ აღიარება. ასე რომ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენეთ ეს დრო, იმოქმედეთ თამამად და ორიენტირდით დიდ მიზნებზე. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, 11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება, თქვენი შემოსავლები ამ პერიოდში დამოკიდებული იქნება თქვენს წარსულ მოქმედებებზე, მაგალითად, თუ წინა პერიოდში ფრთხილად და გონივრულად მართავდით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაძლებელია ამ პერიოდში ადრე გაწეული მონდომების საუკეთესო შედეგებიც მიიღოთ, როგორც ერთგვარი დამსახურებული ჯილდო, თუმცა
თუ საპირისპიროდ იქცეოდით, შესაძლებელია ახლა მოგიწიოთ პასუხისგება თქვენი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებების გამო. მიუხედავად ამისა, ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ოქტომბრის განმავლობაში შეძლებთ დაიცვათ ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ნებისმიერ ფინანსურ საკითხს, ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას და მათ შორის დოკუმენტაციასაც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების პაჟი. შეეცადეთ ახლებურად გაიაზროთ თქვენი ცხოვრება, არსებული შესაძლებლობები და მომავალიც კი. განსაზღვრეთ ის საჭიროებები, რაც ხელს შეგიწყობთ სამომავლოდ განვითარებისთვის, მზად იყავით ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი ცოდნის შესაძენად, დაისახეთ დიდი მიზნები, გეგმა მიზნების მისაღწევად და მიყევით დასახულ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ. თქვენ გაქვთ პოტენციალი, რეალობად აქციოთ ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი მერწყულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გილით პირად კონსულტაციაზე, წერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ info box-ში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.